მოგესალმებით გოგოებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ვაცილებთ გაზაფხულს და უკვე ზაფხული იწყება და აი იმიტომ შევფერარდი გავლამაზდი ყვითლებში, მწვანეში, მოკლედ გაზაფხულის კი არა და უკვე ზაფხულის ფერებში ვარ და საზაფხულო ულამაზეს, უმარტივეს ხემსი, ასე დავარქმევდი, ეს არ არის კერძი. ვამზადებ მე ძალიან მიყვარს ხოლმე ხილის ასორტი ნაყინთან ერთად და ძალიან მაგარია. ხო, სხვადასხვა ხილით გავამზადებ ძალიან ლამაზად ასორტს. ხო, სალათი იქნება თუ რაღაცა ესეთი ფორმა მიეცემა მაგას ხემსის, ცივცივი ნაყინთან ერთად. მეგობრებთან ერთად ძალიან გემრიელი იქნება ეს ყველაფერი და 40 ლარი მაქვს, შევიძენ ახლა სხვადასხვა ხილს. მე ვანილის ნაყინს შევიძენ, რომ მარტივად გამოვიდე და გავაკეთო, დროც დაჭირდება საყინულე და ასე შემდეგ. მირჩევნია შევიძინო ვანილის ნაყინი და გადავინაცვლოთ შემდეგ სამზარეულოში აქედან, მაგრამ სანამ წავალთ. როგორ აკეთებ? ჭრილი, ანუ ფიალაში აკეთებ? უკვე მაინტერესებს. ანუ კერძი, ანუ სალათის ვარიანტი იქნება, ხო? სალათის ვარიანტი კი არ იქნება, მე ვფიქრობ, ეხლა ნესვის შემოვიდა უკვე კარგი ნესვი, გავჭრა შუაზე, ამოვიღო გული და შიგნით გავაკეთო რაღაცა ლამაზი რაღაც. პიტნით, რეჰანით, კარგია. ხო, სხვადასხვა ხილით, თუთა არის, მარწყვია, ყველაფერია, მოკლედ აი ყველაფერი მოგცა ბუნებამ, ეხლა ესეთი სეზონია. ვიტამინების ბომბი უნდა გავაკეთო. ვიყიდოთ ეხლა ხილი, პიტნა, ძალიან მიყვარს ხოლმე რეჰანი, ძალიან მოუხდება, ეხლა რაღაც ფერებსაც მისცემს სიხალისეს. მე ვიყიდი მაღაზიაში ნაყინს, წავალ და გავაკეთებ ჩვენ სტუდიაში უგემრიელესი ხილის ბომბს, ასე ვთქვათ. სანამ ნინო და გაიარა მე გადავინაცვლებთ ბაზარში საყიდლებს და უნდა მასწავლებელი გავხდი ამაცავით. ესენი რომ მე მასწავლიან ხოლმე მასწავლებლობას, მე უნდა მასწავლო. ნინო ნესი ძალიან შუაზე არ გადაჭრა, რომ ძალიან ცოტა ადგილი არ დაჭერს. ცოტა ზევით გადაჭერი და ისე ამოიღე, რომ დიდი სალათი რომ გვეყოს კარგად. ამას ყველაფერი დიდი და ბევრი უყვარს რა. ეხლა დავლიოთ კოკა-კოლა. ძალიან დამცხა და მინდა გითხრათ, რომ როგორი ფრეში სალათებიც არ უნდა ვამზადოთ და როგორი ცივცივიც არ უნდა გავაკეთოთ და ახალ-ახალი ყველაფერი. კოკა-კოლა მაინც ძალიან სწრაფად და მარტივად გვაგრილებს, გვაბედნიერებს, გვმატებს ენერგიას, სიხალისეს. მადლობა. და ასე ვთქვათ, გვილამაზებს და გვიგრილებს ზაფხულის ცხელ დღეებს. დავლიოთ გოგოებო და აგერ ნესვია გასაყიდი და მივიდეთ ნესვი შევიძინოთ. რა კაი პატარა ნესვებია. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? აბა ზაფხულის მოსვლას გილოცავთ. ზამთარში რომ ვიყავით თქვენთან, ისეთ თბილად გეცვათ, ისეთ სიო და რა ღირს ნესვი? ნესვი თქვენთან 6 ლარი. კილო, ხო? ჩემო. კარგი, ეკა ეს დამიკავე. რა კაი პატარა ნესვებია, კარგად. აი ეს ნესვი მოჩვენეთ. ხა. კარგი მრგვალია. საუკეთესო ხარისხია. უგემრიელესი. ჩვენია ქართულია უკვე? თუ არა ჯერ არ არის. ხო? კარგი, აბა ამიწოდეთ. განსაყვარელი ძალიან ლამაზი გამოვა. მოვიდა ზაფხული, მოვიდა და როგორ მიდის მუშაობა? მაყოფილები ხარ? არა უშავ. ამინდები რომ გამოვიდა უკვე კარგია. ამინდები გამოვიდა უკვე მეტი ხალხი მოვიდა. ხალხის გამოეფინა შეძლებისაგვარად, ხო? პარკი არ მინდა ეკოლოგიურად სუფთა ჩანთა მაქვს, აი აქ ჩავდებ. რამდენის არის? 12 ლარი. ანუ 2 კილო აიწყონა. კიდე ნაცვლად. ესე. დიდი მადლობა. გვიხარია რომ კარგ ხასიათზე ხართ, ენერგიულად ხართ, გახარებულები ხართ, რომ ცოტა ხალხი მოგემატათ და წარმატებები გისურვებთ ყველა და ჩვენია. დიდი მადლობა. თქვენს ასევე წარმატებები გქონდათ. ფასები შეიცვალა, აი კედრი და პომიდორი მაგალითად, რაც ზამთარშიც არის და ზაფხულში. ზამთართან შედარებით კი შეიცვალა, მაინც არ დაიგო იმდენად რა. მაინც ძვირი. ხო არა, კარგი პომიდორი, დიღმის კაი პომიდორები, დიღდა ძვირია. ხო. და თურქულის ცოტა იაფია. ძალიან კარგია, წითელი გულიანია და კარგი, ძალიან დიდი მადლობა და კარგად გადამოდეთ. მიხარია რომ კაი ხასიათზე გიხურებ. კარგად. კარგად.
გამარჯობა. როგორ მედის თქვენი საქმეები, როგორ ბრძანდებით? აქ თუ იყო ბაზარი მართლა არ ვიცოდი და დიდი ხანია უკვე. შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ იცის, ჩვენ ვართ დეზერტირების მოპირდაპირე მხარეს, ესე გზიდან არის შემოსასვლელი. არც ჩანს ისეთი კარგია, სხვადასხვა პარკინგიც აქვს ამ ბაზარს. ძალიან მარტივად მოხვალ და არის ყველაფერი ხასხასა, ახალი. ძალიან კარგი ფასებია, აი მართლა რომ ყველაფერი იყიდება, აი მე არ ვიცოდი და აი არ ვიცი, ძალიან მიხარია რომ ხორცეული რძის პროდუქტი ყველაფერი იყიდება აბსოლუტურად არჩევა არც უნდა ისეთი კარგია, ეს უნდა აიღო და დადო, всё. მოძრაობს ხალხი, დადის. ჩვენი კლიენტები ძირითადად. ძირითადად თქვენი კლიენტები ვინც იციან რომ აი აქ ხართ. უფრო ძირითადად რესტორნები. ასე ჩვენაირად შემოხეტებულები არ დარდადიან ესე. ნინო ჩვენც რომ ვისწავლით ახლა ხშირად მოვალთ ხოლმე. ოჯახები შაბათ-კვირას. რესტორნების უფრო მართლა ჭკვიანები არიან. იცით რატო? იმიტომ რომ არ არის, ხო? გაფუჭებული რაღაცები არ არის და რაღაც ყიდულობენ, ჩება. ხო, რა თქმა უნდა. აბა რა. ზაფხულის მოსვლამ ამოძრავა ხალხი ეხლა ცოტა უკეთესობა არის ვიდრე ზამთარში. ზამთარშიც არის, მაგრამ ახლა უფრო ახალი ხილია კიდე. აჰა, უფრო პროდუქტების მრავალფეროვნება. ფასები როგორი აქვს? აი, წინა წელს მაგალითად მაისის დასასრულში როგორი ფასებიც ჰქონდა? ეხლა როგორი ფასებია? როგორი ეხლა ახალი ხილი ძვირია უფრო. უფრო შარშან უფრო ძვირი იყო ვიდრე წელს? წელს უფრო ძვირია? ძალიან ესე იგი. ნახეთ თვითონ მოვაჭრეებიც ამბობენ რომ შარშანდელთან შედარებით წელს ასაღები ფასებიც უფრო გაზრდილი არის ყველაფერზე და შესაბამისად ეს ადამიანები რომ ქუჩაში არიან მთელი დღე თავისთავად უნდა დაამატონ და ისე უნდა გაყიდონ და ჩვენთვისაც გაძვირებულია პროდუქტები. გენასვალოს გაია. მარწყვი რა ღირს? მარწყვი 10 ლარია და 12 ლარი უფრო დიდები. თუ შემიძლია რომ ბიუჯეტში უნდა ჩავეტიო ესეთი საზაფხულო სალატს ვამზადებ, ხილის სალატს და 5 ლარისა რომ გამიკეთოთ მარწყვი 5 ლარის ბალი მაგალითად. კაი ბალია სხვათაშორის. კი. კი. ბალი რა ღირს? ბალი 15. ბალი 15. ყველას ძალიან ახალი გიყვარს ნინო. ზოგადად შემიძლია ვიცხოვრო ხილზე. ხო, მე ნებისმიერი ხილი, მაგრამ ჩემთვის ხილი და ზაფხული ასოცირდება ალუჩასთან და მარწუხთან. ეს არის ჩემი, არ ვიცი, აი მაცოცხლებელი ელექსირი. შემიძლია 2 კილო ალუჩა ვჭამო ერთ ჭამაზე იმ დონეზე. შენ გაიანი შენ აი რომელსაც გამოვარჩენ. სულ ალუჩაში სულ მე ძალიან მიყვარს ხილი. ნახევარი, ხო? აი ყველანაირი, მაგრამ ჟოლოზე გიждები ალუბალზე. მე აი პროსტა რომ ჟავისკენ წავიდა. ხო, აი ხო მიყვარს ეგეთი რა. მე მაგალითად ძალიან მიყვარს საზამთრო. პირველი ხილი არის ჩემი საზამთრო. ტკბილია ბალი. ეგეც კარგია ტკბილი. მიყვარს საზამთრო. მინდა გითხრა რომ ორგანიზმისთვის ორივე სასარგებლოა. არ არის სასარგებლო, არც საზამთრო, არც ბალი. ცირა მიყვარს გოგოებო ტყემალი. არ ვიცი, ალუჩის სიყვარული ბავშვობას მახსენებს თუ მაინც ალუჩა მიყვარს, ვერ გეტყვით. ეზოში მედგა ჩემს სახლში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. დიდი უზარმაზარი ალუჩის ხე და უკვე პაწაწინა ესეთი მას ეძახდნენ ხოლმე სანამ გაუმაგრებოდა, ხო? ლუწუ კენტას ეძახდნენ ჩემ ბავშვობაში პაწაცინა. ზამთრში მუცელი რო სკიოდათ ყველა. მარილ ავიდოდი ხოლმე სახურავზე, სახლის სახურავზე, ამოვიდოდნენ ჩემი მეზობლები, ბავშვები, სამარილეებით ვისხედით და ჭამდით ხოლმე ალუჩა. ბავშვები რო ვიყავით და ვიცოდით მარილებს. სიგიჟემდე მიყვარს. აბა მოდი ახლა რამდენის არის სულ 12 და 50. 12 და 50. 5 ლარის და 7 ნახევარი. კი ბატონო, ნახევარ გასაგებია ძალიან კარგი. კარგი და ეს გამომართვით 12 და 50-ის შეჭი. ხო? აი ასე. მე თქვენ კოკა-კოლა უნდა გაჩუქოთ ძალიან ცხელა და ძალას მოიკრებთ ენერგიას და გაგრილდებით. აი ამას ესე ჩავდებ იმ ეკოლოგიურად სუფთა ჩანთაში. აი ასე. ხო მარწყვია მაინც. მარწყვია და აუცილებელია გვინდა არ გინდა პოლიეთილენის გამოვიყენოთ. დაგემშვიდობები და ბევრ წარმატებებს გისურვებ. მადლობა გაიხარეთ თქვენ სასწაულს. ეხლა პიტნა მინდა შევიძინეთ. ალბათ ბუნდარასა.
გამარჯობა, თქვენ განდებით ქალბატონი გულნარა. როგორ განდებით? კარგად გინაცვლე ძალიან. როგორ მიდის თქვენი საქმეები? ძალიან ცუდად დედი. ცუდად? ой, რატო ზაფხულმაც ვერ უშველა? იცი რა არის, ძალიან მწვანილები არის შვება, ძალიან სიძვირეა შვილო. გადასახადები ბევრია, ვერა. ვერ ყიდულობ ნედლეულს რომ არ არის, ფიზიკურად არ არის, დავარი არ არის. ყველა მწვანილზეა ესე ლაპარაკი? ყანილი არ არის. რეიჰანი ამ დროს. რეიჰანი მინდოდა და არ გაქვთ ხოლმე. ვაფშე არ არის ბაზარში. აი, საშქრავი რა არის? ვერ შორ. ისე უშვებთ კლიენტებს, არ არის დავარი. აუ რა ცუდია ხედავ. ძალიან ცუდი დედი, ძალიან ცუდი. მოდივარ 3 საათზე ვერა. რეიჰანი 50 გრამი რო იყოს 3 ლარი. ხო. აი რა გავაგებთ? არა. გამდეში რა გაყიდო? ვერა შვილო. რატომ გამოიწვია? რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? რატო არა? დიდი ხალხი მაგალითად არა, როგორ არა. ფიზიკურად აი გარდაბნის ტერიტორიაზე ეს ის სეთხამ და წყალმა. წყალი შევიდა ვენახეთ კაღებში, განადგურა. აი ხლა წვანილი რა იქნება? სანამ აქ მოვა გაბუჩდები. ხო. მადლობა, მადლობა უფალს ჯერჯერობით მუხრანის ტერიტორიაზე გვაქვს ეს სალათარამე. ასე განადგურებულია. განადგურებული. მე დღეს 15 ლარად. გამადა ქინძი ვერ ვიშვე კლიენტისთვის. კარგი. ჩემი სია ნახეთ გენაცვლე. თუ არა გჯერათ. ქინძი 3 კონა. ქინძი 3 კონა 35 ლარად ნათესავმა მომწ. 35 ლარა? 35 ლარა 3 კონა. დასავლეთიდან ხომ არ აგდება ბაზარი? არა, დასავლეთის მით უმეტეს ახლა ქუთაისი თუ გაიგო ჩვენ არა გვაქვს უფრო მეტი ძვირადღირის. ხო, ქუთაისს აქვს ძალიან მაგარი წვანილები, მაგარი. მიზეზი ის არის, რომ ქუთაისის თავარი არ ფუძდება. მაგალითად 4 დღე, 5 დღე რო დარჩეს არ ფუძდება. ჩვენი ფუძდება. თქვენი ფუჭდება ესე იგი. მაგალითად დღეს რო დამჩეს ეს იკონა ქინძი, ხვალ არ ვარ. ქალბატონო გულნარა, ზოგადად რა მდგომარეობა, რა სიტუაცია არის? ეხლა მაისის თვე იყო ძალიან ასე ვთქვათ დატვირთული. ასე ვიტყვი, ახლა მომსმენელებს ერწყინებათ, არ ერწყინებათ, მე არ მაინტერესებს. მე ყოველთვის ჩემს სიტყვას ვიძახი. შეგენაცვალე, თქვენი აზრი. ძალიან ცუდ დღეში ვადგილე ხობა დედი. ძალიან ცუდ დღეში. რატო აწინებს ამათ, კაცი შუც ხედავ კლიენტს ახლა? ხო, არავინ არ არის. ჩვენ ადამიანი არა ვართ შვილო. ანუ საქმე მიდის იქითკენ რომ გლეხს ინტერესი აღარ უჩნდება იმისი რომ მოიყვანოს მიწაზე იმუშაოს, მაინც დიდმა ქსელურმა მარკეტებმა ჩაყლაპა მთელი ბაზარი ესე ვთქვათ. დამირეკეს მაღაზიაში 20 ლარია მწვანილები. შენ წარმოიდგინე ქართველ ხალხს, მაგალითად საქართველოში მცხოვრები. ხო, რა გვაქვს ჩვენ? რით ვიყიდო მე დღეს რეიჰანი 20 ლარად? არ მინდა ჩემ ოჯახს არ უნდა სიამოვნება მიიღოს სეზონის სავარით. მართალი ხარ 100. რატო რა დავაშევეთ ჩვენ საქართველოს ხალხი ერთი მითხარი ჩვენ? მართალი ხარ 100-იანად მართალი ხარ. აი მე მაღაზიაში რა? მე არ მაქვს ოჯახში ემტუცი რეიჰანი ვერ მიმართ. აი ეხლა როგორც თქვენ წეღან იძახდით რომ გასაჭირია პროდუქტის მიღებაც, გაყიდვაც, ხალხი არ დადის, რო აიღოთ, გაგიფუჭდებათ და ეგეც დიდი რისკია. თქვენი შემოსავალი, აი საარსებოდ რა მინიმუმს გიკმაყოფილებს? საარსებო რა მინიმუმზეა საუბარი? მაქსიმუმზე ვეღარ ვისაუბრებთ. ესეთი საკითხია. არაფერი შვილო. მოდი ასე ვთქვათ. 80 ლარი ხარჯი მაქვს. მე რა გავხიდო რომ 80 ლარი გავხიდო? ყოველ დღე 80 ლარს? 80 ლარი ხარჯი მაქვს. მე რა გამოვიდო? რა გავხიდო იმისთანა რომ ერთი თუ იყიდება არ არის ბაზარში ხალხი არ შემოდის. ჩვენ ბაზარი გვინდა შვილო. ასე გაიგოს. გააქვეყნეთ ეს. ჩვენ ბაზარი გვინდა. ჩვენ გლეხები ბაზრით ცხოვრობთ შვილო. კი, მართალია. მაღაზიაში მიდი ჩვენგან. იმისგან ყიდულობენ 20 ლარად, ჩვენგან არ ყიდულობენ 3 ლარად ადამიანო. რა გავაგეთო შვილო, მაგალითად ვთქვათ მე 66 წლის ქალი ვარ. ოჯახი მაქვს, შვილიშვილები მყავს. ხო სწორია დედი? იგენაცვალე. ბაზარი არ არის. რა გავაგეთო ერთი შენი 200 ლარით მე რა გავაგეთო? ზუსტად. 4 წელია ბენზინიდან ფული მაგაღებული 4 წელია. კიდე იძახით 4 წელია. რატო?
4 წელი არის საპენსიო კრედიტი გამოდანი. ჟინა ხო არ არის ეს 4 წელი. მოდის ასე ვილაპარაკო. თუ მართლა ტელევიზიაში ეს გადმოცემა, მოდი ας მე აზერბაიჯანელი ქალი ვარ, მაგრამ საქართველოს ღვიძლი მიყვარს საქართველოს. თქვენ გენაცვალა. ჩემი ცხოვრება სულია, მაგრამ 4 წელია პენსია მაქვს, პენსიის 2000 ლარი მაქვს აღებული. 4 წელში ეს რკინა არ გაინძრა. რა ხდება ერთი მითხარი? გლეხის თავზე ხდება ყველაფერი ჩემოგან. უპატრონობა, აი ეს. უპატრონობა და ძალიან ცოდონი ვარ, ძალიან. ბაზარში ვინც არის? მე ჩემ თავს არ ვაქებ. ბაზარში ანუ ბადიოსანი ხალხია. ჩვენ ბადიოსნობით ცხოვრობთ. თუ მასე ასე ისე რო იყო საჭი დამჭდებოდით. ხო სწორია დედა, ჩვენ ალალია მაგით გვინდა რომ ვიცხოვროთ. ამას არ გიშვებთ ჩვენი მთავრობა. არ გვაძლევს ამ ჩატ. მე რა გავაგებს? მე ყოველ დღე მოვდივარ 3 საათს. ყოველ ღამე 3 საათი გზაზე რუსთავის ცენტრი. გზაზე რა იქნება, რა არ იქნება, ფეხებზე კიდევ თავი. ამას რომ ართმევ, რით ვიცხოვრო, ადამიანი რით მარჩინეს ჩვილები. ახალგაზრდები არ მუშაობენ ოჯახში? რით სად ერთი მითხარი? ვერა ხო? რა სად იმუშავებს? მითხარი სად იმუშავებს? გამოსავალს რაში ხედავთ? და პრობლემა რაშია ახლა ამ ქვეყნის არაფერი პრობლემა? სამსახური იყოს ხალხი იმუშავოს, ჩვენს გვექნება, იმათ ექნება, ჩვენს გვექნება. მე მექნება ამასაც ექნება. მე თუ არა მაქვს, ოჯახში ვერ მივიდე, შენ თუ არ გექნება, მე საიდან მქონდა შვირო? კი, მართალია. ანუ განადგურებულები ვართ ერთი სიტყვით ბოლოს იქა ეს. ერთ გზაზე ყველა დგავართ ხალბატონო. ვიცი, გან არ ვიცი. ერთ გზაზე. ჩვენი საქართველო გვინდა შვირო. ჩვენი მინდა საქართველო გვინდა. კაი ბატონო. ეს ვაჭრობა და შრომიანი აი ამით ცხოვრობთ. ჩვენ არ მიცხოვრობთ. მენატრება ვაჭრობა წესიერი. კი ბატონო, ხალბატონო ბაზარი არ უნდა გაუქმეს, რაც უნდა გაუქმეს ბაზარი. ჰა? შენ რო ჯამ მე რა ვქნა? არავინ არ მისცემს უფლება რომ გააუქმონ. რა თქმა უნდა. რას ლაპარაკობ? მithmedes ახლა ბატონებს ისეთი მოთხოვნები აქვს, გული მაგთან. აბა კარგით, ხალბატონო გულნარა, მოკლედ რეჰანი არა გაქვთ, გავიგეთ და პიტნა თუ გაქვთ. პიტნა მაქვს, მაგას გაჩუქებთ თუ არ გეცი? არა, როგორ გეკადება, თუნდაც შევიძინო. მე ესეა ჩემ კლიენტებსაც ვაჩუქებ. ხალბატონო გულნარა, ეს არის მუშაობა. ეს არის ჩვენი სამსახური, აქ არის ლიმიტებული. თქვი, გენაცვალოს გაიამ. რამ გადავიხარ და რა დაგვიდა? მე უნდა ვიყიდო, თქვენ რაც ღირს მითხარით და უნდა და იმით უნდა ვიყიდოთ და არავინ არ არის ვალდებული რომ აჩუქოს. შენ შემოგევლეთ. აი როცა ძალიან კარგად ვიყნები. პატარა არ გვინდა რაღაცას ვაკეთებთ. აი ამ ხელად რაღაცა გჭირდება. შენ შემოგევლე. რო არა მაქვს, ორი კაი საქმეს გაწყდა. არა, გაყიდე და ეგეთი რაღაც. მე გვასწავლეთ, მე. კი. ბევრჯერ მოვალთ ხოლმე თქვენთან და კაი ყორის ხორცისგან კაი ფითი გამოვა. ოჰო, შენ გენაცვალე. ყორის ნეკნებისგან. ნოხუდი და არწე კაფული ხარკი და ქუთაში. მაგარი გურმანია, მაგარი. თქვენ გენაცვალეთ. ძალიან დიდ. არა, ჩუმოკარგო. ამაში მართლა არ გამოგავ. არა, მე მართლა არ გამო, რას ამბობ? ღმერთი ხედავ. კარგით, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ, დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა. ამდენი დავარის პატრონის სინავს. რო არ არის მუშაობა. მთელი ზამთარი ასე ვართ კეფიცები, აი. მთელი ზამთარი ასე ვზივართ და ვწინა. არა, რა კაი პროდუქცია, ძალიან მაგარი. რამდენი ფუჭდება ნახე? ვაი, მე რა ცოდოა. ნუ არის. მაინც ყველა გაიგოს რომ ერთმანეს დავეხმაროთ ხალხნო. რა თქმა უნდა. ვაი, მე ესე არ შეიძლება. საქართველოში პირადად მე ჩემი კოლეგების სახელით ვიცახი, არანაირად არავინ არ იფიქროს ბაზარის გაუქმება. ბაზარი უნდა იყოს. რას ლაპარაკობ? და მივმართოთ ჩვენს მაყურებელს, ძალიან დიდ ძალი მაყურებელი გვყავს, კულინარიული გადაცემაა და ყველას აინტერესებს რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, ფასები ბაზარში, იმიტომ ვართ ეს გადაცემა სწორედ მაგას ემსახურება, რომ ბაზარს და გლეხ ადამიანებს და იმ გლეხურ პროდუქციას გაუწიოთ ჩვენ პოპულარიზაცია. ადამიანებო, მოდით ბაზარში,
აქაც ჩვენნაირი ხალხი მუშაობს, ესენი რომ ივაჭრებენ მერე თქვენს ხერის ნახავთ, ესენიც ხერს ნახავენ და კი, მოდით ივაჭრეთ, გენაცვალოს გაიამ. ესე არ შეიძლება მართლა. ჩვენ არ გვინდა არც თურქეთში დაცვა, არც ისრაელში დაცვა, ჩვენ გვინდა მარტო საუბარი, როგორც სიამოვნებს. ეს გლეხი ხალხი გადავარჩინოთ და ყველა მიარეთ ბაზარში. ვაჭრობა რა უნდა გადარჩეს საქართველოში ერთი ის ძველი საქართველო გვინდა ჩვენ. გლეხი პატიოსნობაა შვილო. კი. გლეხის ნიშნავს პატიოსნობა. ეს უნდა გადავარჩინოთ. მართლა. კი ბატონო. კარგად გაგდებოდა ნახვამდის და წარმატებებზე ზუსტად ყველაფერს შემოვიდე რომ ჩაგეყუდო და გაკოცო. ასე თუ გამავალ და გაკოცო, არ შემიძლია, აი მართლა, აი ჯიგარია, ისეთ უბანში გავიზარდე ვერაზე რომ ძალიან ბევრი ნაცნობი. როგორ მიხდენ და შევაგორჩილა. ხენ გენაცვალოს გაიამ, საბათ პრომიერი. მე ვარ სომეხი თბილისელი. ორი სომეხი სამი. ვერაზე გავიზარდე და სულ აზერბაიჯანები დები მყავს, ძმები მყავს, აი ასეთი. დედაჩემმა. მე საყვარელია. სომხის გაზრდილი ვარ. მე რიგორიან ნინო. ორი სომეხის ძალი მყავს სახში. დედაჩემმა თავის სახელი დაარქვა სომხის გაჩენილი. ხოდა ერთი ავლაბარში ცხოვრობს, ერთი სიქითიში, ერთი წოდრის. თქვენ გენაცვალოს გაიამ, მე სიძე მყავს აზერბაიჯან, მანდა სვენაცვალო. სომეხი მყავს მეგრელი. სომეხი მყავს სიძე. აი ეს არის საქართველო, ეს არის თბილისი, ეს არის საქართველო. არ გვაინტერესებს რა ხდება ირგვლივ. გვიხართ ეს ესპანეთი, გვიხართ. და პატარობიდან გავიზარდე აზერბაიჯანელებთან რო იცოდე. აია, გადნა მარწყვი, გადნა ესავე ნაყინი, ძალიან დიდი მადლობა, ხელი მიხარხარ და კარგი, მაგარი ხალი ხარ. წარმატებები ხალხო, ნახვამდის. რა თქვი სიმართლე თქვი? მართლა რა. გოგოებო, შევიძინე ინგრედიენტები, ყველაფერი რაც მჭირდებოდა, დამრჩა მხოლოდ ვანილის ნაყინი და გარგარი, რომელიც აქ ვერ ვნახე, ამ ტერიტორიაზე და სხვაგან შევიძენ, მაგრამ აქ დავასრულოთ ახლა ჩვენი შოპინგი. კიდევ ერთი ბაზრის ლოკაცია ვასწავლეთ ჩვენს მაყურებელს, ფასები შესაბამისად. ხო და ძალიან მინდა რომ მართლაც აი ამ ბაზრის წეღანაც ვისაუბროთ, ბაზრის პოპულარიზაციას ჩვენ ხელი შევუწყოთ. ყველაფერი ახალ-ახალი იყიდება, ფრეში, ყველაფერი არის ნატურალური, ქართული და ასე შემდეგ. არჩეული, კარგი. ხო, რა თქმა უნდა, თან რაც მთავარია, ცალობითაც იყიდება ყველაფერი, შეგიძლია თუ მთლიანი წონის ფასი არა გაქვთ, ყველაფერს სხვა რამე იყიდოთ და ასე შემდეგ. წავიდეთ ახლა ჩვენ, შევიძენ იმ გარგარს და ვანილის ნაყინს და ჩვენი სტუდიიდან დავუკავშირდებით ჩვენს მაყურებელს. ცივცივი ნაყინი, სამი კოლხი წამოიღე. ყველაფერი მზადავთ, წავედი. აბა, წავედი. როგორც წეღარ მოგახსენეთ, მე ვამზადებ ვიტამინებით სავსე, უგემრიელეს, ულამაზეს და უგრილეს სალატს. ძალიან ლამაზი გამოვა და თან იდეას მოგაცვით, როგორ შეიძლება გაიმრავალფეროვნოთ და გაილამაზოთ თქვენი დღის მენიუ. მე ახლა კოკა-კოლას დავლევ და თანმიმდევრულად გაჩვენებთ რა უნდა გავამზადოთ. ვიწყებ ახლა მე აწყობას ნესვის და დავიწყებ აი ესეთნაირად. გავამზადე ჩემი ულამაზესი ხილის სალათი. რამდენად სალათი არის არ ვიცი, უფრო ხილის ასორტი. ავაწყეთ ჩემებურად, ჩემებური ინტერპრეტაციით. უგემრიელესია, მართალია ნესვი არ არის ჯერ კიდევ
ისეთი როგორიც უნდა იყოს, მაგრამ ძალიან ტკბილია, თუმცა ფერი არ აქვს ნესვის ფერი. მე ახლა დავლევ კოკაკოლას, რადგან კოკაკოლა უხდება როგორც ნოყიერ და მძიმე კერძებს, ისე საზაფხულო სალათებს და განსაკუთრებით ახლა როდესაც ძალიან ცხელა. ყველაზე კარგად კოკაკოლა გვაგრილებს. გემშვიდობებით მომდევნო კვირა.